ესაამები რაც ვიშოვი ამაზე დღეს ვერ შევხვდი დღეს არ შევხვდი არა ხარცოდა ხოდა ადეკიდა შემდეგზე შეცდა ყველაფერი ერთ საათში უნდა დაწყო უფრო მეტი შემოიდა მოიცა რა გონია რა უნდა მეგონოს წადი მეტი გეუბნები რა გონია მე მეკითხები გონია რომ ვერ წავალ ხოდა წადი ეგრე გონია წადი ეგრე ვიქნებ რომ ვერ წავალ საერთოდ აღარ მოვიფიქრო შემეში რა არა შენ ფიქრობ რომ მე არ შემიძლია რომ მე არაფერი შემიძლია რომ მე ვეღარ შემიძლია დაუბრუნდეთ პირველი ჩვენ შორის პირველი ვიქნები ვინც ამას შემიძლია პირველი ვიქნები რა მნიშვნელობა რას არის საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს რამის როგორ არ აქვს ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს ყველადერს რაოდენობას რაღა მნიშვნელობა აქვს მაინც იმოქმედებს რა იცი ზუსტად აქამდე წინ არა არაფერი შენ არ გწოდია რაოდენობასაც კი შეწარდა მე მგონია რომ ის ნერდება ჰა რა მგონია მას გონია რომ ნერდება შენც ასე ეს რა სახში ვიხედი არა შენც ფიქრობ რომ ნერდები არა ნამდვილად ასე სახში რატომ ვიხედი ეგ ვიხედი რატომ წავიდი არ ვიცი ვინო და ბოლო ჯერმი ჩვენ ხომ შევხარ რომ არ მივიდოდი რომ არ დავიდოდი შეგიძლია სულ შეგიძლია რომ არავისთან არ უნდა მქონოდა კომუნიკაცია რომ უნდა დავშურიყავ დავრიბრუნიყავ რატომ იხვედი ბოლო ჯერმი შენ გონია შენ არ გინდა ამ შედობებო და შეეში არ შემშინე ამ შედობებო ექსი სუსტის ნიშანია ირთები რომ არ წამოვიდეს ზოგჯერ გონია რა გონია მე არა არა ახალადები ხوارა შორს ბავშვები ხომ გესმის ძალიან ამაზე შორს არ არის შეიძლება შენ თუ ფიქრობ რომ ასე შუაგზაში შეგიძლია არგე და მიატოვო ყველაფერი მთელი ეს ამბავი ჩვენი გეგმები შენ თუ ფიქრობ აღარა პროფესიო არა ის ნერდება ნითები ამიტომ მოიტანა უნდა რომ გადარჩეს აი ამ შუაგზაში დადებდი არა დადებდა და წყალში ხვის ყველაფერს ვიფუჭებს ყველაფერს ლაჩა შენ მართლა შუაგზაში დადებდი არა დადებდა და წყალში ხვის ყველაფერს ვიფუჭებს შიშალა ლაჩა შუაგზაში დადებდი არა ლაჩალია ხალხო მოგვიღანა და ამ დადებდი აქ რაღაც მომდენოდი ეს ადგილი ეს დაჩერები ხალხს აბჭი ამხალია თბილოგინში გარდა პარტნა რომ ეს ვეკა რომ აუცილებელი იყო ჩვენ აქ სახლი არ გვაქვს თბილოგინები არ მევოდება გარდა პარტნა რომ ეს ყველაზე მშვენიერი რამ იქნებოდა რომ ამით შევძლებდით ყოფილიყავით ცვლილადების დასაწყისი და ადრესი მოდვა და ახლა რა ხდება ხალხო ხომ გახსოვთ რასაც გვეუბნებოდა გაიხსენე რასაც გვეუბნებოდა რატომაც გვეუბნებოდა გაიხსენე დადებდა ამდენები ხულა დადებდა მაგრამ დადებდი არა დადებდი ხო ხედა არა და ახალადები დადებდი ხوارა არა დადებდი ხედა ახალადები დადებდა გესმი დადებდა კი გამეცი პასუხი რას უნდა დავნებდე როცა თუნი არასოდეს მიმძოლი ეხლა ხედა იქიდე არა მეხებზე მიდია ყველა მეხებზე მიდია მე ყველაფერი ყველას გასაგონებო მე სხვანაირად ხომ იცოდით რომ ასე არ მინდა ჩვენ შევდა გაიხსენე განდახა ფიქრობ რომ თქვენთვის არაფერი არ უნდა უნდა ყოფილიყავ მარტო ჩემთვის არც არაფერი უნდა მეკვა და არც არაფერი უნდა მეგზო კი უნდა გადამედგა ნაბიჯი მაგრამ მარტოს უნდა გადამედგა და მე თქვა რომ ეს არ იყო მხოლოდ ჩემი თავისთვის
დამებარი მინდა რომ ეს ყველისაცი თქვენი პრობლემების მოგვარებისთვის, თქვენი სევდების, დეპრესიის, შფოთვის და აღარ ვიცი რა ჯანდაბის დასწავლება. მომიდაც თქვენი ისე მომექნა, რომ მეტი არ შეიძლება. აქამდე ვფიქრობდი, რომ მე არაფერი ვარ. არც არაფერი მატარდება და არც არაფერი მატდა, მაგრამ მატარდება ვიცი. თქვენი მატარდება, ჩემები მატარდება. ჩემი დამყარი თავი მატარდება ყველაზე მეტად და ვიფიქრე რა მინდა საერთოდ რატომ გავგები და დავამთავრე მოვაყარე პრობლემებს მაგრამ ეს არ იყო საკმარისი ამას რაღაც არ უნდა ესმე რა კლია ვფიქრობდი და მოვიდე აქ და გმირო როცა ამას მარტო ვაკეთებ ვირად არა უმიმიჩნევს მაგრამ სულ ხარ არ ესწავლე მე კიდევ მინდოდა რომ ეს ნაბიჯი ღირსეული იმიტომ რომ ეგრე ვარ გაზრდილი ღირსეული ვიცოდი რომ ჩემი თავი ის ადამიანი არაა ვინც ამ პრობლემებს უნდა ჭირდეს ვიცოდი რომ ჩემი თავი ის ადამიანია ვისაც პრობლემები საერთოდ არ ჭირდება მათ მოგვარებაზე ლაპარაკზე არ ჭირდება პრობლემები და მოშ მაგრამ არის ეს პრობლემა და რა გინდა ჯანდამ და აქ რატომ უნდა დავუკვირდოს ერთ ქუჩაზე უამრავი ტაბლეტით ხელში ამას ახშდა ასე ვამბობ ეს ასიკული და ირონია მოხდეს ყველაფერი მიდიქრე მე ეს ხომარი გინდა ჩემი ბოლო ფიქრი და მოდი რამე სასიამოვნოზე ვიფიქრე და ეს სასიამოვნო იყო ჩემი პატარა და მე მივხვდი რომ იაფრება არამედ რომ სიტყვის საერთოდ არ უნდა და თუ ახლა არ მოგვუნდებოდა სახლში არ წავიდოდა სამყარო დაიმირებოდა და დაიშალა და მოგვიდა ქუჩაზე გადავდივარ რომ რაც მოვიფიქრე შეიძლება სწორი გულები ის ადაც კაპიტანი იყო და კაპიტანი ვიყავი არა იმიტომ რომ მოსახლე არა მინდო მამა ჩემი თემის მაგაცი და ასე ვარქული როცა მიხებიან შემკი მოვადნენ საქმეში მე ბიჭებმა დამიზარეს არ გამოდიოდა რომ არ გავშენებულიყო რომ არ გამება დიალოგი არ გამოდიოდა და მოჩი რა ხდება მის მე მოვა ამაში ხომარ დაგიყვანო დაგვეხმაროთია ბიჭის სცენაზე აკოცები ვარა გასულ მაგრამ დავაზარე მაგას რატომ მეკითხებით ძმებო არა ისე აინტერესებს სახიობი ყველაფერს უნდა აკეთებდეს სცენაზე კი უნდა აკეთებდეს მაგრამ ქუჩა ნამდვილად არა მაგაზე სალაპარაკო აკეთებდა სპექტაკლი რომ იქნება ძმებო უყურე და იგიბაზო არა მაინც გიხარი ბატონზე ყოლაბის
აი გააჩნია და რას ნიშნავს გააჩნია ჰოლივუდი და რომ დაგილებო რამის ხო და მე კიდე და ბიჭი ერთად შევეცი და მეორეს სამანებები ყველა თავ ვიზაკი და წამოვიდა აი კიდე მე რო ვფიქრობ ის სახიობრივ და გამოვიდა ნახდა და უჩაში გიდა ვინმეს მეკეჩა სამანებები ყველა თავ ვიზაკი და წამოვიდა ამასობაში გარეთრება ეზოში შუადრეგი შეიძლება შუადრე არ იყოს და აფროდიტე ზაფხული ამასარა ზაფხული შეიძლება სიცხე ვიმეყავით არ მახსოვს ერთი ჩემს რაღაცი მახსოვს ჩემს უბანში ერთი გზელი წლიანია და იყო ჯალები ამასობაში გამახსენდა ისიც იყო თავარი პერსონაჟი და კიდე გამახსენდა ვიყავით მე ჩემი ძმაც ის თავარი პერსონაჟი და კიდე ერთი ტიპი რომელსაც ჰქონდა ფეხსაცმელი ამასობაში ჩემი ერთი ძმაცი მეექვსეზე ცხოვრობდა დაგიძახა და კარტოფილი და შემწარი და ჭამა მე დავეკითხა და დავიდა მასწავლებლად ამასობაში კოლექტივი მე მეცეცხლე და თუმცა მე იქნია მეცეცხლე ამას ეცნება რომ მეკურებინა ამას როცა შედიკი ვიყავ ამასობაში და გამახსენდა რომ ზუნდა იყო ზალი მომიმართი ეს გასაგებია მე გამახსენდა რომ დავიბოდი სცენაზე და რომ ვერა რომ ისე ვარ ამისაა წავიქცე და აი წება როგორ ზნობ თავს ძალიან გავდა ჩემ მაშინდელი მოგონა ამასთან მახსოვს პარტიაში მოგონა მე მგონი როგორ იყო თან ძალიან მომას არა შეიძლება არც მაგრამ იმ მომენტში ეგრე რომ ამაზე მოგონა ძალიან პარტიაში ჩემ ხელა უკური რა ქართიაში და მახსოვს დავიწყე თამაში რაც კომედიური როლი იყო მე რომ კარგად გამახსოვს გავსული და მოუგობი მახსოვს გაკეთე განსაკუთრებით იმ გოგოსი და მე ვიშლი და ამისი ეს მაგაზე ეს მიშკი და გავხდები ჩემს როლს და ეს გასაგებია ტექსტის წარმოქმნის შეუძლებელი იყო მოხდა და მოხდა უსწრაფად ამიტომაც გამახსენდა რომ პატარა პენსში მივედის როსტამში და გამიგვიდება და პატარა უფლისწულის როლი არასოდეს ჰქონდა გამახსენდა რომ საერთაშორისო იყო ერთი პატარა უფლისწული რომლის დამოკიდებელი საფუძველი იყო სრული შემილებული რომ ის სულიც იყო და რომ ძალიან უნდა ყოველდა ბატა ო ისაც ბატის ყოველს არსებობს და იასებს ამასობაში საფში ჩემი პატარა დავივარდა იმჩინა მე მგონი სულ ასეა უყურებდი და ვფიქრობდი რატომ იყო ეს ხალხი ასე უცხო ჩემთვის როცა ისინი ჩემი მიიღო და ცრემლურად მივიდა მე დედა ჩემს გაეღვი რა ხდებაო შენ რა ტირი ორ ამოხდაო ხდება და მაპატია დედა მაგრამ უნდა წავიდე და არ გეცნობ სვანეირად არ შემიძლია ო აგეცნობს სად უნდა წავიდე და რა შეიძლება შორს ძალიან შორს და დავიღა მას არის ჩემი გვერდში
რატომ არის ინსტინქტი აბსოლუტურად გაუაზრებელია შავუცებული გარდასაქმეს მაგრამ გუნდოვანი გამოხატომინდოდა და ნიკების ჩალადება ამიტომ დავიწყებდი სასწვა ნამდვილად სასწვას გონები ხო გამდედაობა არ მეყო ბოლომდე მეყვა რაც სასწვაზე არც არაფერი არც შემშინები არც დაუნებები ვარ გასულა დაუნებებული ყავ როცა მე არასოდეს მიბრძოლი მე არასოდეს მიბრძოლი ყოველთვის იმერკული ვიყავ რატომ ვფიქრობ რომ ყველაფერს სუდის პრობლემა რომ ბოროტების წევრისაკენ ყველა უნდა გამიმოწოს რომ მე ვარ თავადი ძალა რომ მე ვარ იარაღი მომყიდებელი რომ მე ვარ რევოლუცია მაგრამ პირმა ნამდვილად ასწორებდი რომ ადამიანი მარტოს უნდა იყოს თავის პასპორტის მეგობრებში და მეც უნდა ამგარი უბრალოდ უნდა ამგარიყავ ტრაკი უნდა გავსულიყავ ნავსადგურში მომეყარა ჯაჭვით დამოვიდა ჯაჭვი ზედ უნდა მომეყარა და სხვა სხვაში გახსნა ილაპარაკეთ ცვლილებებსა და რევოლუციაზე. ილაპარაკეთ უფლებობაზე. ბირჟაზე ილაპარაკეთ. კონტრზე ილაპარაკეთ. უკონკობაზე ილაპარაკეთ. დალევაზე ილაპარაკეთ. დასალების ფულის აგროვებაზე ილაპარაკეთ. საჭმლის ფულის აგროვებაზე ილაპარაკეთ. ილაპარაკეთ იმაზე, რომ კრედიტები არ გქონდეთ. და რომ კიდევ ერთი საგანი შეგვიძლია. ილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორ ვერ სწავლის. ილაპარაკეთ იმაზე, რომ ვერ მუშაობ. ილაპარაკეთ დავალანას მავრებაზე. გაწენებულ წამებზე ილაპარაკეთ. გაწენებულ წამებზე ილაპარაკეთ. გადაყრილ დროსა და ენერგიაზე ილაპარაკეთ. მიზეზებზე ილაპარაკეთ. მიზეზებს რამდენი? უბრალოდ ილაპარაკეთ. რასაც ის რაც დედა წავიდა თავს დამნაშავე. დედა ჩემი ემიგრანტია. მე რა ათასობით ახალგაზრდა ადამიანის დედაა ემიგრანტი, ათასობით სტუდენტის. ამაში არაფერია განსაკუთრებული. არც მე მგონია რომ განსაკუთრებული. დედა ჩემი ემიგრანტია, როგორც ყველას დედა ვარ. დედა რომ მიდიოდა, მაშინ ვიზა ლიბერალიზაცია არ გქონდა. დედა ვითომ ერთი კვირით მიდიოდა, ამიტომ აეროპორტში მისვლამდე გაგვაფრთხილა, რომ არ შეგვერჩია და არ გვედირა. რომ არავინ მიხვდარიყო დიდი ხნით რომ მიდიოდა. მე მამა და ჩემი ძმა მთელი ყოფის პერიოდში ვიხილოდით და რაღაც სისულელეებს ყვებოდით. ახლა ხვდები, რომ ბოლომდე ვერც ვიაზრებდით რა ხდებოდა. რა თქმა უნდა არ ვიდირი. მაგრამ ყველაზე მეტად ეთქვიდოდა. სახლისკენ რომ წამოვედით, მამამ და ძმამ მიდირეს. მე არც მაშინ მიდირი. მას შემდეგ მგონი აღარც მიდირი. მას შემდეგ ვეღარ ვდივი. წავიდა დედა და მე გადმოვიდა დედის ფუნქცია ოჯახში. და ხომ ძალიან კარგად იცით, რამხელა პასუხისმგებლობა იყო ქალი ზოგადად. და იყო ქალი ოჯახში. იყო ქალი ამ ქვეყანაში ნიშნავს ურეცხო, ულაგო, საჭმელი უკეთო. იყო მაგათი სამაგალითო შვილი, სამაგალითო და. იყო დედაც თუ საჭირო გახდა და იყო ფსიქოლოგი. იყო ექთანი, მებაღე და მზარეული. იყო მომრიგე მოსამართლე და მონამორჩილი. იყო ქალი ოჯახში დიდი პასუხისმგებლობა. მე კი არ მინდოდა ეგ პასუხისმგებლობა. არ მინდოდა ეგ დამყარი, ციხიდან გამოწვეული და მოკერებული პასუხისმგებლობა, რომ ოჯახში ქალი ყოფილიყავ. მე ზრუნდა და მეუღლა და ცხოვრებას მოხლებოდა. ჩემი თავი გადამედა. ნუ მიყურეთ დედეთის სახე. ნუ გაიცდით. არ მინდოდა და მოჩა. და მიზეზი რატომაც საფრისგან შორს წამოვედი, სწორედ ეს იყო. ეს იყო მიზეზი და კი გაუჭირდათ მან მას და ძმას ჩემს გარეშე, მაგრად გაუჭირდა. მაგრამ ასე იყო საჭირო და არ ვნანა. არა, მეც გამიჭირდა ეგრეც არა, უბულო ხომ არა. მაგრამ მიმართ უფრო გაუჭირდათ და რა უნდა მეთქვა.
მე ჩემი თავისთვის მინდოდა მეცხოვრა. ახლა შორს ვარ. იყო დრო უნივერსიტეტში ვათროდი ხამას. რატომ? იმიტომ რომ არ მქონდა ვინმე. მაგრამ მაინც არასდროს მინანია და მუშებეცები. რატომ ათენდი უნივერსიტეტში ხარ? რატომ და ომი? რა ომი? ომია ტანკების გარეშე. ომია საკუთარ მორალთან და ამოში რატომ ათენდი უნივერსიტეტში ხარ? დინას ვერ შოულობ და იმიტომ რა ვერ გაიგე. ვინის თილის ფასი $300 იწყება და არ იყო ახლა მაგის საშუალება. დედას ხობა გამოვაცხები კიდევ უფრო. ისედაც რაც დედა წავიდა თავს დამნაშავებდა. გონია ხორცი ამომეწონა. მე მისაღებში შევედი. იქ ელექტრონიკა და ჩავარდები ჩემს. ელასები და დაგა. იგი ოთახში შევიდია. თავიდან მაური გამოდიოდა რაღაც ლაპარაკის პირით. მოდი შეჩემა, მოდი. და მე შევედი. Time tips. აი თავარი პერსონაჟი ვინც არის ამ ამბის და გავნახე. მაგრამ თან შეგრძნება მაქვს რომ ახლა უფრო ძლიერი. ისეთი ძლიერი რომ არც დაგესიზმრებათ. ძლიერი ვარ მე კიდეურნებით. ხანდახან ხალხი მართლა სუპერგული გქონდა. ხანდახან ყველაფერი სუპერგი ხდება. ახლაც ამას რომ ყვები შეგრძნება მეუფლება რომ აზრი არაფერს აქვს. უსამართლობაა საკუთარი ქვეყნიდან გაჭირვების გამო გადახვეწილი დედები. აზრი არაფერს აქვს, გაჩვენდი, რას ყვები, მაინც არაფერი შეიცვლება. უსამართლობაა საკუთარი ქვეყნიდან გაჭირვების გამო გადახვეწილი დედები. ბოლო დროს ამას უამრავ ადამიანში ხდება. თითქოს ხელოვნურად შექმნილ სიდუხჭირეში გვაცხოვრებენ, რომ ჩვენთვის ყველაფერი სულ ერთი გახდეს. სულ ერთი გახდეს, გარდა ადამიანის პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა. უსამართლობაა საკუთარი ქვეყნიდან გაჭირვების გამო გადახვეწილი დედები. მაგრამ მაინც არაფერს ვნახავ. რადგან ძლიერი ვარ და გადავლახავ ყველა წინააღმდეგობას. გადამივახავს კიდეც. ბავშვობიდან მოვიცი წორას. განსაკუთრებით იმ დროიდან, რაც გოგოების ფეხბურთში მეკარე გამირჩიეს. და მე კი ძალიან ვამაყობდი ამ პოზიციით, მაგრამ იმ ბიჭს ნახდა და რო ამაყია მე რომ მომწონდა. დამცინა კიდეც. მას შემდეგ სულ მკაცრი დიეტებზე ვარ. არ მახსოვს დრო, როცა ნორმალურად ვიყოდებოდი. მიუღებელი იყო ჩემი ზედმეტი ხორცი, რომელიც ჩემი ყველა უბედურების საწყისი მეგონა. მეც მინდოდა ჩამოწვა ის, რაც სხვა გოგოებს ძალიან უხდებოდა. მეც მინდოდა საკუთარი თავი უყარებოდა და არ მეფიქრა იმაზე, ახლა ამას თუ შევჭამ, ხვალ მაგრად ვინანებდნენ. არ მინდოდა ჯიგარი გოგო, საყვარელი გოგო ყოფილიყავ. მინდოდა საკუთარი სხეულითაც ისევე მიამაყა, როგორც საკუთარი თავი. მთელი ზაფხული მუშაობდი და სპორტდარბაზის აბონემენტის ფულს შევაგდო. სამსახიობოზე ჩაბარება რომ გადავწყვიტე, იცით რა გითხრა ეს? ამ წონით შენ არავინ არსად გათამაშებსო. მსახიობი კანწეწეტა უნდა იყოს. რაღაცებს ჩაუტენი, გაასუფრებ, მაგრამ ვერ გაახრუნებ. ამ ყველაფერს ესეც დაემატა. ახალი გამოწვევა. და მე თქვენთან სწავლობს, თუ არ გათამაშებენ მე. აი ნახავთ და ისე გავხიბაში ამის თავი დავირავებ. მთელი ზაფხული მუშაობდი და სპორტდარბაზის აბონემენტის ფული შევაგდო. ახლა ვარჯიშობ, ვიღებ ჯანს აღარ მართალია ეს ძვირი სიამოვნე გადახან შემოსვარჯობინებ, მაგრამ იცი მონდომები და მოთმინებით ესეც გამა. ახლა მიყვარს ჩემი თავი, მაგრამ ჯერჯერობით არ მომწონს. მალე ამასობაში ის პროექტი გავახსენე. სახლი რომ არ მქონდა. მაშინ ვფიქრობდი, რომ მე რა დღეს უნივერსიტეტში ხამეს რომ ვატერ, მე რა დღეს სპორტდარბაზში დასაბანად თუ წავალ, მე რა უცნაური გრძნობა იყო საკუთარი თავი რომ არ მეწოდებოდა მაშინ, მაგრამ მე რა ქალების საერთო ოთახში პირსახოთ შემოხვეული რომ ვიჯექი, თვალებში რომ ვერავის უყურებდი და რომ არ მცხვენოდა სიშვილს და საკუთარი სხეულის, მაგრამ მცხვენოდა ვინმე არ მიმხდარიყო რომ იქ დასაბანად მივედი, მე რა და მე ის სამტივილი მინდოდა, მაგრამ ვერ ვიყო. და ვამბობდი აჯობებს ჩემთვის ჩუმად მეწოდეს ყველა უსამართლობა მოწდა. და მე დედა გამახსენდა. ალბათ ისიც ასე ზის ხოლმე მუშაობის შუალედებში და
ხვევია თავზარი გამეცა და განცდილი გამეცა
ვარსკვლავებს, რომ ხელებზე მეჭედები გამჩნდებოდა და ვინც ამას დაინახავდა, იმას ეთქვა. შეხედეთ ეს გოგო ვარსკვლავებს ეთქვის. მერე დრო რომ გავიდა ამ ვარსკვლავების ფლაში აღმოაჩინა, რომ ვარსკვლავი მინდოდა ყოფილიყო. ყველაზე კაშკაშა და ყველაზე დიდი ვარსკვლავი. მერე ბარბი მინდოდა ყოფილიყო. ოღონდ სამეცნიერო მქონე. მაგრამ ბარბი ვერ იქნებოდა სახელი ვერ იქნებოდა. აი მე კიდე სახელი ნამდვილად არ მქონდა სამეცნიერო მქონე ბარბის შესახებ. მე კი არ ცხოვრობ ბარბის სახლში და არც თავად ვარ ბარბი. მაგრამ ხომ შეიძლება ბარბის სახლი მქონდეს? და ეს რომ თქვი ბარბის სახლი მინდა ვიყიდეთ, მე კიდე მიხატავ ხომ მიხდეს. ბარბი ვიყიდეთ მაშინ. თუ ბარბი არა და მაგას ხო დამიხატავს და დამიხატავ. აი ხომ იცით ის ფრაზა, ბავშვობაში ხშირად გაიგებთ, შეიძლება დიდობაშიც ვიერთოთ, რომ რაღაც რომ ძალიან მინდა და ამაზე რომ აწუხობენ ან აწუხობ დაგიხატავ. ეს დაგიხატავ ხომ იმას ნიშნავს, რომ ახლა შენ ისეთ რამეს სამგობლისი საშუალებაც არ არის და წვრილად ოცნებობდა. ცოტა მიწაზე დაეშვა აჯანყს. მომინდობა აქ ოცნება, დაგიხატავ, აი. ისედაც გადავეკიდე ამ ბავშვობას. მაგრამ ხომ გეუბნები, ყველაზე ნაცვლად ბავშვობა მახსოვს და იმხატავდი ბავშვობიდან. თან კარგადაც ვხატავდი, ხატვაზეც დავდიოდი. მართალია ის საეკლესიო თემებზე გვახარგინებდნენ რაღაცებს და მე არ მიგონა აღდგომის და ხარების სცენების დახატვა და ამბოლოსების დაიშმაკება. არა, ეშმაკებს არ ვხატავდი, არ შეიძლებოდა და გადა იმიტომ, რომ არ მჯეროდა ღმერთის ან პროტესტი მქონდა რამე ბავშვი. უბრალოდ არ მინდოდა სულ ამ ბიბლიიდან რაღაცების ხატვა რა. მინდოდა ის მეხატა, რასაც ვცნობდი და ვფიქრობდი და მე მაშინ ნამდვილად არ ვფიქრობდი მეორე მოსვლაზე და ჯოჯოხეთში მოხვედრიში. ჩემი ნახატები ყოველთვის ნათელი და ლამაზი იყო. ერთხელ კონკურსშიც გავიმარჯვე, მახსოვს, სადაც ის მეხატა, რაც ნამდვილად მინდოდა. გოგო იყო. ბალერინა, რომელიც ჰორიზონტს გაჰყურებდა ლამაზი ხედით და მაშინ მივხვდი, რომ ადამიანმა მაინც ის უნდა აკეთოს, რაც თავად და არ უნდა დაუჯეროს არავის. ვინც ამ სიტყვადის დაწვას გურჩევს და არც შავხობს. აი მე მგონია, ვინც მაგას გურჩევს, ის დეგენერატია. ნამდვილად. ხატავდი ბავშვობიდან, მაგრამ ხატვარი არის პროცესი უკავია. ეგ ისეთი რამ იყო, ჩემი რომ იყო და ჩემში რომ ინახებოდა ისიც. ადამიანები გულს რომ ადგენდნენ, მაშინ ხატავდი ხშირად, მაგრამ ჩემი ნახატები მაინც ნათელი და ლამაზი. მე ადამიანები გულს იმიტომ ვკენენ, რომ თავად აღსტივად. აი ამიტომ ექიმობა გადავწყვეტ. გულის ექიმობა. კარდინოლოგია ხო? რომ ადამიანები გამეფრობა გულის ტკევილისგან. მე ვიფიქრე, რომ ექიმობა ზედმეტად რთული იყო და გადავწყვეტე მასაჟისტი ყოფილიყავი და ადამიანები გამეჩნდნენ. მე ვიფიქრე, მაგათ მასაჟი არ უშველით, რამე უფრო ძლიერი სჭირდება, ალბათ მეთქი და 10 აქარობა გადავწყვეტე. ოღონდ მხოლოდ ის სამლები უნდა გამოვიდა, რომელიც ხალხს ეჯერება. მე დავიღალე ადამიანებზე ფიქრით, ზრუნვით და დარდით და გადავწყვეტე, რომ გოგო უნდა გამოსულიყო. უბრალოდ გოგო ვინც იქნებოდა და ვინც არაფერს დააშალოდა მისი ყოფით და არც არაფერს ააბავებდა. და რა უჭირს? შვენიერია იყო გოგო, უბრალოდ მისწავლებელი. მაგრამ მე ბავშვობა დასრულდა და ახალი ეტაპი დაიწყო. დიდი ბავშვობის, გოგოობის ეტაპი. სადაც მივხვდი, რომ ექიმობაც, აფთიაქარობაც, მასაჟისტობაც იმიტომ მინდოდა, რომ ჩემი ოჯახის წევრებისთვის მეკურნავა და ჩემი ოჯახის წევრებზე მეცნობა. ისინი სულ ყვიროდნენ, ტიროდნენ, ჩხუბობდნენ. აი ამის გამო კი მოსმენავთობა გადავწყვეტე, რომ რაც შეიძლება შორს წავსულიყავი ამ ყველაფრისგან. და ბოლოს მივხვდი, რომ ამდენი პროფესია მინდოდა მქონოდა და გადავწყვეტე
გადის, რომ რაღაც არ დამიობდეს მეთქი ვამბობ და ფიქრობ, რომ უბრალოდ ჯობდა ისე ბავშვი ყოფილიყო. უბრალოდ ცნებებით და ხელებზე ვარსკვლავების ხმისგან გაჩენილი მეჭეჭებით სავს. ისევ ბავშვი ყოფილიყო, სანამ მებარგობაზე როცებით ფულოთისა. ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ჩემი პრობლემების გარეთ გადავა არ შეიძლება არას სირცხვილია. მეც მაგიტომ არ ვუყურებდი არაფერს, მაგრამ ახლა ისე ძალიან მინდა მოყვე, ისე ძალიან რომ მუცელში სიმხურვალეს ვწონდა. ვხვდები, რომ არ მოყვე, მგონია უცელი ამონები. დღე არ გადის, რომ მარტინს ჩახარის ჯოს ხრივდნენ ტრაქში და ზემოდან აკუთხებდა. რამე გამოგდა. ეგენი როგორ იყო იცი? აწამებდნენ. აუპატიურებდნენ. ერთობოდი. ლები ხარ. გამოვიდა და გადავიდა. არ გადის, რომ რაღაც არ დამიობდეს მეთქი ვამბობ და მახსენდება, რომ ჭიც გამიობდა რამდენჯერ. გამიობდა და მე რომ მიშიმშილია და მაგიტომ გამიობდა. ამას სხვადასხვა განაგვეჭდა. ერთხელ როცა ძალიან მშია და საჭმელი დავდა. ძალიან მინდოდა შემწვარი კარტოფილი რომ ქონოდა. მე შემთხვევით ხარი და შემწვარი კარტოფილი მომიდოდა და დიხატავარი. ეს ამიტომ ჩვენი რა გამოიყურებოდა ერთი ის იყო, რომ ეს კარტოფილი ვარდისფერი იყო და ზემოთ ჭვიალად ფერები იყო. სხვადასხვა დამანახდა. მიშიმშილია ზოგჯერ რამდენიმე დღეც, მაგრამ მაინც გავსურვარ სახიდან. მაინც მისწავლია, მაინც მიმუშავია. სამსახურშიც მდგარვარ მშიერ, ჩამოჭრობა აღარ შემძლებია, ესე მიღბენია და მიღბენია მე სხვადასხვა სათვალზე. კლიენტები ეძახდნენ და მაგითო. ჭირდებოდი და მაგითო. ჭამა უნდათ, დალევა უნდათ და მაგითო. ხანდახან ისე მერეოდა წილი, ხანდახან წელიც ისე მქიოდა, ეს ორი შემიძლება ერთმანეთში ამრევია და მეც ვეღარ ვხვდებოდი ხოლმე სად გადიოდა ზღვარი ტკივილსა და ძილის სხულის შორის. და მიღბენია მეც დაახლოზე და მშიერზე და მიმიქრია რომ რას ჭამს ეს ხალხი, რამდენიც რა ამბავდა, უჭი გავუსწრებ. ერთხელაც მივიდა. ყველაფერი ოდიანია. მეც ორი მაქვს გაგული. მოვიწმინდა ეს ორი. ჩავიწვიობით დაჭმული ტანსაცმელი. არაფერი მაწუხებდა დინდანობს უკვე მივეჭვი. არაფერი მაწუხებდა შიმშილისგან. გამოვედი. უნივერსიტეტში მივედი. სწავლა ჩვეულებრივად მივიდა. უეცრად მუცლის საგეში ძლიერი ტკივილი ვიწყო. თან ძლიერი რომ ფარებზე გინდი გადამართა. უჭის ხმულის შედება მქონდა. აუდიტორიიდან გამოვიქცი. სარდაფში ჩავედი, მარტო მინდოდა ყოფნა. ასე გავუკლავდა მეთქილს ვიფიქრე. მე მივხვდი რომ ფეხზე ვეღარ ავქებოდი და სარდაფიდან ამოვედი. მუცელი დამიოდა შიმშილისგან ორი დღე არ მიჭამია და მიშვედეთ რამე. ცხრაკაციდან კი არ არის. ხუთი თეთრი რომ ხუთი თეთრი აიგეც კი არ არის ცხრაკაციდან. ხუთი თეთრი რომ ხუთი თეთრი აიგეც კი არ არის ცხრაკაციდან გეცი. ჩემო მუსელმა ლექტორს წამლები გამოარხა. იმ გამომჩენელი იყო თავრიება რომ მუცელი მაინც საშივად მიყიდა. სასწრაფოს გამოგზავნეს. ექიმმა მითხრა უნდა გადაგიხარიყო. გადაყანაზე უარი უხარ. შანაში და ხო? იქ
აღარ მეგონა სულად იყავ. მე დაგინახე რომ ტილოდი და მარტო ვარ ხარ. ყოველ შაბათ-კვირას ქუთაისში რომ გადიოდი. სახლი რომ მენად მეგონა და დედა რომ მარსალი. ალბათ ყველაზე მეტად რომ მიყავს. რომ ჩავა. რომ მე ხებოდი დაშვებოდი მაგრამ დავით ფილში სწავლობ ჩავიცე. აბა ჩავიცე და მე ბავშვი რომ ჩავწევი. მე რა მე აღარ მოვიდე. და თასო მიყავე პასუხი რა. საშუალო არა. და მარტო არ არის. არა. ჩვენ შეიძლება. ვიმართა. შეცდომა შესახარია და არ ხარ. Victor. Random dua barang itu Victor. Untuk kalau program usaha menggunakan, profesor sorry. keluarga ada usia Victor mana daim dia ada kata kalau dia darah pergi mana sorry, ada kita bawa Victor kata itu. Untuk kata. Untuk kata. I'm too much. Vika,
20 წელს პატარა სამწუხაროდ გადაწყდა საერთოდ პირველ ცხოვრების ძალიან შეჭე საკუთარ თავზე ლაპარაკია გამოგვიყვებინე რომელმაც ემშე დავაფერე ჩამარება და მე ემშეც დაზერბო ინდა დუპლაკია სკარია და ალბათ პროცედურა იმიტომ რომ ვიყო რომ ნიშნავს იყო განიცდიდა ყველაფერს გაშენდა ამაზე უცნაურად ელო იყო რომ ნიშნავს იყო თბილი და მოსიყვარული და მუდმივად გაწუხებდეს ეს იყო რომ ნიშნავს იყო სულ შეყვარებული ხან სამწუხაროდ ხან ორქნებად ძირითადად სამწუხაროდ იყოს ეს ისწრაფია რომელიც აუცილებელია იყო რომ ნიშნავს გამოგვებით ხელოვნებად საკუთარ თავზე, ოჯახზე, მეგობრებზე, ძმაკაცებზე, გარდაცვლილი მამის სულზე, დედაზე, დეიდაზე, ძმაზე, ყოფილ შეყვარებულზე, ჩემს უფრო სიტყვაზე, გველესაზე, ჭეიზე. იყო რომ ნიშნავს გამოგვებით ეჭვიანობა, საყარელ ადამიანებზე, მეგობრებზე, ძმაკაცებზე, უშიშკოს რომ მანქანებზე, ძაღლებზე და კატებზე. იყო რომ ნიშნავს მომნավոր პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავსა და მომავალზე და პასუხისმგებლობის უგულებელობას. იყო რომ ნიშნავს იყო თბილი და მოსიყვარული. იყო რომ ნიშნავს იყო და კარგი. ისევე როგორც თქვენ იყო რომ ნიშნავს იყო სტუდენტი. ოჯახის განშორს ყოფილას ნიშნავს. ძიებას ნიშნავს.